ფილოსოფიის ღრმად და საფუძვლიანად შესწავლა გადავწყვიტე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ცხოვრებაში გამოვტოვე ფილოსოფია რა, უფრო ძალიან ისეთი ზოგადი ცოდნასაც ვერ დავარქმე, უფრო წარმოდგენები მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია არა და რა, იმიტომ რომ ხა პრინციპში მე რაც მომწონს, რის სწავლას და რის კითხვაც მიყვარს, ხო, იგივე მხატვრული ლიტერატურა იქნება ეს თუ რაღაცა პოლიტიკური მეცნიერება იქნება თუ ისტორია იქნება, ძირიც არის რა, ამ ბევრი ესეთი ამ მეცნიერების და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ განსაზღვრო რაღაც თუნდაც იგივე პოლიტიკური წყობა თუ პოლიტიკური ქცევა თუ რაღაცა ესეთი ტიპის ამბები რაც ხდება ხოლმე, ამაზე ამასთან ძალიან დიდი კავშირი და მნიშვნელობა აქვს ფილოსოფიას, ხო და მეთქი რაღაცნაირად არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად გამოვტოვე მოკლედ ფილოსოფია, ხო და ეხა ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად გადართული ვარ მეცადინეობას სწავლა განათლებაზე. მანამდე უფრო რეკრეაციულად ვკითხულობდი ხოლმე და ჩვეულებრივი ესეთი მკითხველი ვიყავი და ეხა რაღაცნაირად უფრო ისე ვარ რა, აი ძირითადი თავისუფალი დრო ჩემი რასაც ეთმობა არის ის, რომ სულ ვცდილობ რომ რაღაცა წავიკითხო, სამეცნიერო ნაშრომი, რაღაცა, ან მე წიგნს წავიკითხო, მე იმაზე ლექციებს უსმენ, რომ იქ თუ მაინტერესებს რომ ამ წერალზე ვინ რას იტყვის და თქვათ იმ ნაწარმოებზე რა შეიძლება სხვანაირად დაინახოს ვიღაცამ და ამაზე რაღაცა სხვა ინფორმაცია მომაწოდოს, იქ კონტექსტი იქნება ემოციური, ისტორიული, სოციალური, კულტურული ყველაფერი რაღაცები და ეხლა მინდა რომ გავაძლიერო კიდევ უფრო მეტად ეს თემა და სექტემბრიდან იმედი მაქვს რომ სწავლასაც დავიწყებ ონლაინ ვაპირებ ერთ-ერთ კოლეჯში რომ გავაკეთო ასოცირებული ხარისხი ჯერ ფსიქოლოგიის, იმიტომ რომ რაღაცა წინარე კლასები მინდა გავაკეთო ფსიქოლოგიაში, რომელიც მე დამეხმარება რომ მაგისტრატურაში წავიდე, ბაკალავრის დიპლომი მაქვს უკვე TSU-დან, მაგრამ მინდა რომ ეს რაღაცა პრეკურსორები რაც არის იმისთვის, რომ ფსიქოლოგიის მაგისტრატურაში წავიდე, მაგი მინდა რომ გავაკეთო რა. ხო და ფილოსოფია თავისთავად მნიშვნელოვანიც არის ამ ყველაფერთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე, მეთქი დროა უკვე რომ ფილოსოფიაში ჩავერთო თქო რა და დავიწყო რომ ვისწავლო მეთქი, ხო და გადავწყვიტე რომ მოკლედ დავიწყო და ვიპოვე ესეთი რაღაცა მოუგუგლე ვნახე მეთქი რა შეიძლება რომ გავაკეთო რაღაცა გაიდი იქ 1-2 ისიც ვნახე რომ მაგალითად პრინსტონის უნივერსიტეტის და იელის და ვიღაცეების სილაბუსები ამოვაგდე რომ აი მეთქი როგორ მიყვებიან introduction to philosophy და რაღაცებს, მაგრამ რაღაცნაირად არ დამევასა რა, რაღაც აქა-იქ დახტებოდნენ და მე მინდოდა რომ ეს თავიდან დამეწყო და მე მივყოლოდი. ხო და საბოლოო ჯამში ვიპოვე Reddit-ზე იყო ძალიან ესეთი კარგი, მსუყე, კარგად ჩამოყალიბებული პოსტი იმასთან დაკავშირებით თუ საიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა ფილოსოფიის შესწავლა. ხო და მივყვები ამას და პირველი რაც არის აქ ამ გაიდში დაწერილი, ეს არის პლატონი და პლატონის დიალოგები და რიგითობაც ამ შემთხვევაში, სადაც პლატონის დიალოგებზე რამე ინფორმაცია ვნახე, ყველგან ამბობენ, რომ უნდა დაიწყო ევთიფრონით. ვიდრე დავიწყებდი ვუყურე ერთ ლექციას, რომელიც იყო იმაზე თუ აი ძველ საბერძნეთში იმ დროს, როდესაც ეს ამბავი ვითარდება, რა ხდებოდა და რა კონტექსტი იყო რა, ეს არის დოქტორ რიჩარდ ფაისტის ლექციები, პატარა ლექციებია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი სენტ-პოლის უნივერსიტეტიდან, ოტავადან, კანადელი პროფესორია. ხო და იმდენად რამდენად ხა YouTube-ი იძლევა იმის საშუალებას, რომ ესეთი ლექციები ამოაგდო, უყურო და უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო, თავისთავად ამითიც ვისარგებლე. ძალიან საინტერესო იყო რა, ძველი საბერძნეთი ძალიან მიყვარდა, ისტორია ძველი საბერძნეთის მიყვარდა, მითოლოგიაც მიყვარდა ბავშვობაში, მთელი ბერძნული მითოლოგია წაკითხული მაქვს და ასე თუ ისე ვიცნობდი რა მაშინ. ხო და ეხლა რაღაცები კარგად გამახსენა მაშინდელი ამბები. ბერძნული საზოგადოების ბექგრაუნდი ევთიფროსთვის. ესე ქვია ამ ლექციების სერიას 4 ვიდეოა სულ 1000 წუთიანი, ამებს ვუყურე და იქიდან გავიგე და გავიხსენე ბევრი რაღაცა მაშინდელ ათენზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ის რაც არის, რომ ევთიფრო არის ამ შემთხვევაში საუბარი რწმენაზე და მორწმუნეობაზე და ღვთისმოსავობაზე, ასე ვთქვათ და იმიტომ რომ სოკრატეს ბრალს დებდნენ იმაში რომ ის იყო მკრეხელი და ის რყვნიდა ახალგაზრდობას და უარყოფდა ღმერთებს და ამის გამო მას ბრალი დასდეს, გაასამართლეს და საბოლოო ჯამში სიკვდილით დასაჯეს. ხო და პლატონი გვთავაზობს დიალოგს ძველ ბერძენ ქურუმთან, ევთიფრონთან, სადაც სოკრატე ცდილობს რომ გაიგოს რას ნიშნავს
კარგი მორწმუნოება, ღვთისმოსავობა რას ნიშნავს? მოკლედ ეს არის ეს დიალოგი და ძალიან საინტერესო იყო, დიდი აღმოჩენა იყო, პირდაპირ ვიტყვი ეს ტექსტი ჩემთვის, ყველაფრით აზრითაც, იუმორითაც, დრამატურგიითაც, მოკლედ ძალიან დამევასა რა, მარტივად რო გითხრათ. ძალიან პატარა ტექსტია, ადვილად იკითხება. ეგეთი ამბავია, რომ მეფის კარზე შეხვდებიან ერთმანეთს სოკრატე და ევთიფრონი. და სოკრატე ეუბნება, რომ მოკლედ მე მოსული ვარ აქ, იმიტომ რომ ბრალი დამდეს მკრეხელობაში, ევთიფრონი ეუბნება, რომ მე მოვედი აქ, იმიტომ რომ ბრალი დავდო მამაჩემს, რომელმაც მსახური მოკლა. ოღონ აქ მთელი ეს ბრალდება კიდევ უფრო დამძიმებული არის იმ მხრივ, რომ ესე იგი ევთიფრონი იდეაში წარმოჩენილი არის, ანუ ზედმეტად აი self-righteous ტიპია რა, ანუ აი ყველაფერზე და ყველამზე მაღლა მდგომი სამართლიანობის სახეა იდეაში თავისი საქციელით, იმიტომ რომ მთელი მისი ბრალდების ისტორია მამამისის მიმართ არის ის, რომ მსახურმა თუ მოჯამაგირემ დათვრა, მოკლა მეორე მსახური, ევთიფრონის მამა მერე დაიჭირა ეს მკვლელი, ჩააგდო დილეგში, ვიღაცები გამოუშვა ათენში, რომ გაეგო როგორ დავსაჯო ეს კაციო ამ თავისი დანაშაულისთვისო და ვიდრე ეს ხალხი უკან მობრუნდა, რომ მისთვის მოეტანათ რჩევა თუ განაჩენი ათენიდან და ეთქვათ, რომ როგორ უნდა დასჯილიყო ეს მკვლელი, ეს ტიპი ორმოში დილეგში მოკვდა შიმშილით, წყურვილით და ევთიფრონი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე მკვლელი იყო, მამაჩემი მაინც დამნაშავეა იმისთვის, რომ ის მოკლა. იმითი, რომ ესე დილეგში ჩააგდო და ყურადღება არ მიაქცია და არ უზრუნველყო ის, რომ მას რაღაცა საბოლოო ჯამში სამართალი, როგორიც კანონიერი სამართალია, სამართლებრივი სამართალი ეპოვნა, თუ ასეთი სამართლებრივი სამართლის წინაშე წარმსდგარიყო რა, მოკლედ ამ თემას ამბობს და მოკლედ აი ეს აღმატებულობა ევთიფრონის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქედან სოკრატე იწყებს აი სოკრატული მეთოდი არის ის, რომ ესეუნება, რომ მე ის რაღაცნაირად ის კი არ არის, რომ თითქოს ჯიბრში უდგება რა, რომ აი შენ არაფერი არ იცი და რაღაცა მთელი თემა არის ის, რომ სოკრატე ამბობს, რომ მე არ ვიცი რაღაცა და მასწავლე და თხოვს ამას, რომ შენ თუ ესეთი ბრძენი ადამიანი ხარ, რომელიც იმდენად განსწავლული არის და იმდენად ღმერთების მიმართ და ღმერთის სამართლის ამბავში ისეთ საქციელს ჩადის, რომ საკუთარ მამას უჩივი შენ სასამართლოში, მოდი ეხა შენ მითხარი, როგორ დავიცვა თავი სასამართლოზე, სადაც მეუნებია, რომ მე ღმერთებს ვგმობ. და იწყება ეს დიალოგი რა. ხო და ეხა ამ დიალოგს არ მოვყვები. ერთ-ერთი მთავარი თემა, რამაც ძალიან აღმაფრთოვანდა, ისი აღმოჩენა ძალიან მიყვარს ხოლმე ისტორიულ ტექსტებში და ლიტერატურაში, არის ის, რომ რამდენად არაფერი ახალი არ ხდება დღეს. როდესაც სოკრატე თავის ბრალდებას აღწერს მელეტოსის მიერ, იქ ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ მელეტოსიო მეო ბრალს მდებს იმაში, რომ ახალგაზრდებს ბრყვნიო და რომ ღვთისმგმობელი ვარო, მკრეხელი ვარო და მოკლედ აი მთელი აი ეს რაღაცა დღეს რაც გვესმის ჩვენ პროპაგანდის მხრიდან იდეაში აი ამას აბრალებდნენ სოკრატეს და მუდმივად არის ეს ამბავი სულ, რომ ვიღაცა არის ღვთისმგმობელი, ვიღაცა არის მკრეხელი, ვიღაცა არის ახალგაზრდობის და ახალი თაობის გამრყნელი და მტერი და ეს ხდება ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქრისტიანობა საერთოდ შემოსული არ არის და ზეუსს ეთაყვანება ხალხი. მრავალღმერთიანობა არის საბერძნეთში, მათ შორის არიან ესეთი გარყვნილი ღმერთები, რომლებიც ლევან ვასაძეს არ ევასება. გესმის და აი ამ სიტუაციაში სოკრატეს ეუბნებიან, რომ შენ ახალგაზრდებს რყვნი იმითი, რომ ღმერთებს უარყოფ. სოკრატე ამას ევთიფროს ეუბნება, მე არ ვიცი თავი როგორ დავიცვა ამ ბრალდებისგან და მოდი მასწავლე ეს და უსმევს ამ შეკითხვებს, აი რა არის მორწმუნეობა, რა არის წმინდა და რა არის არაწმინდა, როგორ განსაზღვრავთ ამას. თან რაღაცა ერთების მიუხედავად იმისა, რომ კითხულობდა სოკრატეს ეთახმები, იმიტომ რომ აი ყველაფერში ლოგიკურად
ახურებს რა რაღაცეებზე რა, რომ აი თან კი არ ამტკიცებს რაღაცას. ანუ ესეთ რაღაც მეთოდია გეგეთი, რომ აი შენ კი ამბობ ამას, კი ბატონო, მე გეთანხმები, მაგრამ აი ეს ესეა თუ ესეა. და მოკლედ აი ამ ცდილობს რომ იდეაში საკუთარ თავთან აკამათოს ეს ტიპი რა, ვისაც ეკამათება. და რაღაცა აი ამ ხრივ მიიყვანოს ჭეშმარიტებამდე გამოსტყუს. მოკლედ აი ეს ჭეშმარიტების პასუხი რა. ეს მომენტი ძალიან მომეწონა, როდესაც ევთიფრო შეეუბნება, რომ კარგი და წმინდა არის ის, რაც ღმერთებს უყვართ. ხო და ნუ იქ მე რაღაცეები არის სხვადასხვა იქ იმაზე რომ აი თქვათ ერთ ღმერთს უმოწონს მეორეს რო არ მოწონს ეს სხვა თემა არის მაგრამ რაც ძალიან დამევასა იყო ეს მომენტი რომ ეგეთ ფილოსოფიურ შეკითხვას უსვამს სოკრატე რომ კარგიო შევთანხმდეთო თქვათო იმაზე რომ ღმერთებს რაც უყვართ ის არის წმინდა მაგრამ ეხა შენ რა მითხარიო იცი რომ ღმერთებსო ესო იმიტომ უყვართო რომ წმინდა არისო თუო ეს რაღაცაო წმინდა არის იმიტომ რომ ღმერთებს უყვართო და ეს ტიპი რაო რას მეკითხებიო მაგრამ ძალიან იბნევა რა არა და ძალიან ადვილი შეკითხვა არის იდეაში ხო ანუ ძალიან მარტივ რაღაცას ეკითხება რომ ანუ თქვათ გვაქვს რაღაცა აი ეს პინგ-პონგის ბურთი ხო და ეს პინგ-პონგის ბურთი იმიტომ არის პინგ-პონგის ბურთი რომ პინგ-პონგს თამაშობთ ამითი თუ პინგ-პონგის ბურთი რო არის იმიტომ თამაშობთ ამითი პინგ-პონგს და ეს ძალიან იბნევა და მე აი ესე ძალიან ესე იგი დეტალურად და რაღაცა ბავშვურად იდეაში ძალიან მარტივ დონეზე ულაგებს და უხსნის და ესეთ რაღაცეებში აბნევს და თან რაც უნდა უპასუხოს ამ ტიპმა მე ყველაფერში ესე ჩაკირკიტებს რა და აი კი ბატონო გეთახმები ამაში მაგრამ ეს არის თუ ესია და რაღაც მომენტში როგორც აღვიშე ძალიან ეთახმები ყველაფერში, იმიტომ რომ აბსოლუტურად ლეგიტიმურ შეკითხვებს იძლევა სოკრატე. მაგრამ აი ნერვები მომეშალა ცოტა რომ მეთქი ევთიფრონის ადგილზე რომ ყოფილიყავი, თუ ევთიფრონის ადგილზე რომ ყოფილიყავი, პირდაპირ ავაწანავდი მეთქი შუა დიალოგში თქო, იმიტომ რომ ნუ აი არ შეიძლება ეს კაცი ძალიან კლიაოზნი ტიპია რა. მოკლედ აი ეს ამის მერე ვუყურე ვიდეო იელის ღია კურსები არის YouTube-ზე. და აქ არის პროფესორი, რომელსაც ჰქვია სტივენ სმიტი და ის გვასწავლის პოლიტიკურ ფილოსოფიას. და პირველი ლექცია ხოთა შორის ძალიან ისეთი ზოგადი მიმოხილვა არის, რა არის პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც ძალიან მომეწონა და შემდეგი უკვე აი ამ კურსის პოლიტიკური ფილოსოფიის კურსის სერიებში შემდეგი ლექცია არის პლატონის აპოლოგია, ანუ ამში პლატონის მიერ დაწერილი სოკრატეს აპოლოგია, რომელსაც ეხა ვკითხულობ. ეს არის სოკრატეს გამოსვლა თავის სასამართლოზე, სადაც ის ცდილობს, რომ დაამტკიცოს, რომ უდანაშაულო არის და ეხა ვკითხულობ ამას და ბიჭო როგორი რაღაცა არის, იცი? ეხა ჯერჯერობით შუაში ვარ მისული რა, ეხა ამ ვიდეოს რო ვწერო, მეთქი მოდი რაღაც გადავწყვეტე, რომ მეთქი ამ ვიდეოს სერიას გავაკეთებ რაღაცა ფილოსოფიის დღიურებს და მოვყვები, რომ ვისაც უნდა თან რომ რაღაც ფილოსოფია არიცის და არიცნობს ჩემსავით და უნდა რომ რაღაცნაირად შეისწავლოს და წაიკითხოს ერთად რომ დავიდეთ ამ თემაში. და აი ხო ვკითხულობ ამას რა, შუაში ვარ მისული სოკრატეს აპოლოგიაში. და ეხა ჩვენ კი ვიცით რომ სოკრატე კაი ტიპია რა, მაგრამ აი აქ რაღაც ცოტა უფრო უკეთესად მგონია. იურისტი ჭირდა, ადვოკატი ბევრად უფრო უკეთესად დაიცავდა ჩემი აზრით სოკრატეს, ვიდრე ის, რასაც ეხა ახურებს აი ამ შუა დიალოგში და თავისთავად ეხა ჩვენ ვიცით რომ ამ სასამართლოს ბოლოს სოკრატეს გამოაცხადებენ დამნაშავედ. ვიცით ეს ყველაფერი. ხო და თან ვიცით ეხა რომ იდეაში უდანაშაულო და აბსოლუტურად სისულელეზე ედავებიან და ამასაც ამბობს რომ მე ვიღაცებიო გავაბრაზე უბრალოდ იმიტომ რომ ჩემზე რო თქვა ვიღაცამ რომ მე ძალიან ჭკვიანი ტიპი ვარო დავიწყევ აქეთ-იქით სიარულიო და ვიღაცებსო ვცდილობდიო რომ გამეგოო რომ მართლა ვიღაცაზე ჭკვიანი ვარ თუ ეს ჩემზე ჭკვიან ადამიანს ვეძებდიო რა იდეაში ამას ამბობს მაგრამ ამაზე მე ვილაპარაკებ სხვა ვიდეო შემდეგ ვიდეოში აპოლოგიაზე ვილაპარაკებ რა დღიურების ამბავში ხო და ჯერჯერობით ძალიან სუსტად იცავს თავს რა სოკრატე და კაი ადვოკატი ჭირდება რა. თორე აი რაღაცა აი უკვე რო არ ვიცოდე რომ სიკვდილით დასჯიდნენ
რაღაცა უკვე ვინერვიულებდი რა, ისედაც. ის არა და აი სოკრატეა რა, ხა ბრძენია. და იცავს თავს და არა და აი რაღაცა აკლია რა. ხო, მოკლედ აი ამ ამბავში ვარ ეხა.